სოციალურმა ქსელებმა კიდე ძალიან დაამახინჯა რა ეს ქალის და კაცის როლი, რომ ქალები, რომლებიც რაღაცა ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ ურთიერთობაში, წარმოჩინენ ესე თითქოს გოლდიგერებს, რომ ეძახიან ეხლა რომ ეგ არის და ეს კაცებს ინაზებიან. მე ჩემს თავს ისედაც მოვუვლი, ისედაც ვიყიდი ჩემთვის იმ ლამას წითელ ბასანოჩკებს, არ ქოშებს. აი ხო ხდები, ყველაფერს გავუკეთებ ჩემს თავს, მაგრამ თუ კაც უნდა ქალთან ერთად იყოს და ზუსტად ეგეთ წარმატებულ შემდგარ საინტერესო ლამას მოვლილ ქალთან ერთად იყოს, მის ცხოვრებას რაღაცა კონტრიბუცია უნდა დაუმატოს და რაღაც უნდა შემატოს და თუ ამისი თობის გაკეთება არ გინდა 50-50 და ის კიდე მეტი საქმე არ მაქვს ეხა კიდე კაც ვუარო აქეთ რა ჩემი თავი ყავს მოსავლელი. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომ კაცი არის პროვაიდერი და ქალი არის ზრუნის ობიექტი. თუ გინდა რომ ესეთი precious ლამაზი საყვარელი რაღაც არსება იყოს შენს გვერდით, მოუარე. მე ჩემს კაცს ყოველთვის ვამყოფებ თავის მასკულინურ ენერგიაში და ყოველთვის იქნება კაცი და ექნება თავისი ეს მასკულინური ენერგია ჩემ გვერდით და მე მექნება მე თუ ფემინურ ენერგიაში არ ვარ, მაშინ რა თმინდა კაცთან ერთად ყოფნა ვიქნები მაშინ სამსახურში, ისედაც კაცური ენერგია მაქვს საქმეში და ქუჩაში რომ დავდივარ, მაშინ მგონია რომ ერთი ხუთი მუსკულატურა მაქვს ის გარშემო და ეგეთი განსამახრო რომ დავდივარ, აი რაღაც დავაპოტებ.